დილო მშვიდობისა. დღეს პარასკევია 29 მარტი სამუშაო კვირის ბოლო დღე. მაგვიდარა 3 საათის განმავლობაში თქვენს განწყობაზე იზრუნებს. დღეს ტოპ სერვისში გვეყოლება პატარა დიზაინერი 14 წლის კატო გელაშვილი. ეს ყველაფერი 1 საათში გადაცემის მესამე ნაწილში კი მინი კონცერტი გეოლდებათ ტრადიციულად ანსამბლ ქართველოსთან ერთად. დილო მშვიდობისა, დილის პრესასთან ერთად ინტერნეტის ამბებსაც გაგაცნობთ. მსოფლიოში ფრინველის ყველაზე დიდი ზომის კვერცხს კრისტის აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ. მისი საწყისი ფასი 30,000 ფუნტის sterlingi იქნება. Გვიშინ ბრიტანეთის მუზეუმზე გიამბეთ და იქ ჰერკულანუმსა და პომპეიში აღმოჩენილ ნივთებზე. დღეს კი უშუალოდ ვულკანზე გესაუბრებით ამ სტიქიურ მოვლენაზე, რათა უფრო მეტი იცოდეთ. ახლა კი საქართველოს დღეს დივანში მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საკუთარ ბენდთან ერთად წარსდგება ამ ყველაფერზე და საღამოზე თავად დათო ევგენიძე ისაუბრებს გადაცემის მესამე ნაწილში. დილო მშვიდობისა გამოფხიზლდით და გაიღვიძეთ მაღვიძარასთან ერთად და დღე ხალისიანად ჩაივლის. დღეს მე ჩემ თემას ვამთავრებ და შევხვდებით ორ ძალიან საინტერესო ადამიანს. მეც მოგესალმებით დილო მშვიდობისა. სამწუხაროდ მეც ვამთავრებ ჩემ თემას სოფლიოს ლამაზი ქალბატონები, მაგრამ მე აუცილებლად დაუბრუნდები ამ თემას მომავალში. დღეს ჩემი სიუჟეტი ეძღვნება სხვადასხვა ეპოქაში როგორი იყო ქალის სილამაზის ეტალონი. ასევე ჩემ სტუმართან ერთად ვისაუბრებ თუ როგორი იცვლებოდა უძველესი დროიდან სილამაზის სტანდარტები. ვფიქრობ დღეს საინტერესო 3 საათი გელოდებათ, ამიტომ დარჩით ჩვენთან. მაღვიძარა პირდაპირ ეთერშია გაიღვიძეთ ჩვენთან ერთად. იცოდით რომ ჩვენი სტაფიკა და სპაგეტკას ყვავი ლურჯი იყო სულმე. ლურჯი ყოფილა. როგორ გამიხარდა რომ გაფერადნე. კი, უფრო გავხალი. მე შავი მეგონა და თურმე ლურჯია. უფრო საყვარელი მომეჩვენა ჩვენი მეც. შემეწა. მოდი მაყურებელს უთხრათ რომ გადაცემის მესამე ნაწილში მუსიკოსი დათო ევგენიძე გვეწევა და დღეს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრებს. ასევე ისიც არ დაგავიწყდეთ რომ გადაცემის მესამე ნაწილში მინი კონცერტი გეოლდებათ ანსამბლ ქართველოსთან ერთად. მე კი გული მწყდება რომ ჩემს კვირეულს ვამთავრებ სოფლიოს ლამაზი ქალბატონები. მაგრამ მე მაინც დაუბრუნდები ეს მამაკაცების სიტყვის ხო იცით ესეთი ამოუწურავი თემა. სხვათა შორის უძველესი დროიდან ქალბატონები ყოველთვის ცდილობდნენ რომ განსხვავებულები და ლამაზები ყოფილიყვნენ. აი სიუჟეტის მუშაობის დროს აღმოაჩინე რომ ძველ დროს მაგალითად როცა არ იყო თვალის ფანქარი, ეს ცეცხლი როინ თუ ნახში სამოირდნენ, იხატავდნენ რომ თვალი ლამაზი ყოფილიყო. კიდე იცი როგორ ბოდიში რო გაწყობინებ, ლოკებს იცი როგორ იპაკლავდნენ, ესე ირტყავდნენ. იპაკლავდნენ. ანუ იხამდნენ ხო სახეზე რომ ეს ამოწიწნებული იყო. ნაზი ჩქმეტებით ჩმეტდნენ და ესე ირტყავდნენ. აი ზუსტად ნახავ ჩვენ სიუჟეტში. ბოდიში ახლა გაცილებით უფრო რთული იყო ტაილანდელი ქალების ბედი, ვიდეოს განახებ შემდეგ. საინტერესო ვიდეოებია ხოც ლევანის. სიუჟეტში ნახავთ სხვადასხვა ეპოქის ლამაზ ქალბატონებს, შემდეგ ჩემი სტუმარის შემოგვიერთება მხატვარი დავით ალექსიძე. სილამაზის სტანდარტები ყოველთვის განსხვავებულია, აღქმა კი ინდივიდუალური, თუმცა ყველა დროში არსებობდა იდეალური ქალის ეტალონი. საკუთარ გარეგნობაზე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ზრუნავდნენ. იმ პერიოდის სილამაზის ეტალონად ნეფერტიტი ითვლება. მაღალი ყელი, ნუშისფერი თვალები, ფართო გუგები და სქელი ტუჩები. ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად და იდეალურობის მისაღწევად ქალბატონები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 გვარ უცნაურ ხელს მიმართავდნენ. მაგალითად, გუგების გასაფართოებლად ბელადონას ესენციას იწვეთებდნენ. თვალის ფორმის გამოსაკვეთად კი გარშემო ნახშირს ისვამდნენ. ის რასაც დღეს კლასიკურ სილამაზეს უწოდებენ, ანტიკური საბერძნეთიდან და რომიდან მოდის, სადაც მისაბაძი აფროდიტე და ვენერა იყვნენ. მე-5 საუკუნემდე იდეალურ ქალებს ღმერთების მსგავსად სწორი ცხვირი, დიდი თვალები და სავსე სხეული უნდა ჰქონოდათ. სწორედ მათგან მოდის დღესაც მოქმედი სხეულის სილამაზის სტანდარტები 90-60-90. აღორძინების ეპოქაში მხატვრები ნატურად იმ ქალბატონებს ირჩევდნენ, ვისაც ქერა ან წითური თმა, ფერმკრთალი სახე, მაღალი შუბლი და სხეულის სავსე ფორმები ჰქონდათ. სწორედ ასეთი იყო მე-16 საუკუნემდე სილამაზის ეტალონი. თმის შეღებვა, სახის ფერუმარილით გათეთრება და შუბლიდან თმის მოცილება არც ისე რთული იყო. ამიტომ რენესანსის პერიოდის ქალბატონები ძირითადად მაინც დიდგვაროვნები ასე გამოიყურებოდნენ. მე-17 საუკუნეში სილამაზის ეტალონად ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ I ითვლებოდა. ამ პერიოდშიც მოდური იყო ფერმკრთალი კანი და ამის ხაზგასასმელად ქალბატონები ტუჩებზე მკვეთრი ფერის საცხს ისვამდნენ. სხეულის მომრგვალებული ფორმის კიდევ უფრო გამოსაკვეთად კი კორსეტსა და უზარმაზარ კაბებს იცვამდნენ.
მე-18 საუკუნეში კი ყველაზე ლამაზ ქალად საფრანგეთის დედოფალს მარია ანტუანეტას აღიარებდნენ. თუმცა მისი მომხიბლობის მთავარი მიზეზი ვარცხნილობა იყო, რომელიც იმ პერიოდში გრანდიოზული და ორიგინალური უნდა ყოფილიყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში მოდაში გადატრიალება მოახდინა კოკო შანელ. ამ დროს რადიკალურად შეიცვალა სილამაზის ეტალონიც. ფერმკრთალი კანი რუჯმა შეცვალა, გრძელი კაბები დამოკლდა და ვარცხნილობაც უფრო მოკრძალებული გახდა. მას შემდეგ იდეალური ქალის სტანდარტები ყოველ 10 წლეულში იცვლებოდა. 60-იან წლებში ქალის იდეალად ზოგს ტვიგი და ოდრი ჰებერნი, ზოგს კი ბრიჯიტ ბარდო ან მერილინ მონრო მიაჩნდა. სილამაზის კრიტერიუმებზე დღემდე დაობენ და იდეალსაც ინდივიდუალურად ირჩევენ. ჩვენ შემოგვიერთდა დავით ალექსიძე, დიდი მადლობა რომ მოხვედით დილამშვიდობისა. მადლობა. ბატონო დავით, აი თქვენთვის როგორც ხელოვანისთვის, აი რომელი ეპოქაა ყველაზე საინტერესო? ვიცით რა, მე ალბათ უფრო მე-20 საუკუნე 21-ის დასაწყის ვამჯობინებდი, პირადად ჩემი ინტერესები უფრო ამ სფეროშია. ხო და რა ვიცი ხა ხელოვნების თვალსაზრისით. სადღაც გულახდილად რო გითხრათ, აი ამ პერიოდის 50-იანი 60-იანი წლებია ჩემი ფავორიტი. ანუ აი როგორც ნახეთ სიუჟეტში ოდგიდანვე ცდილობდნენ ქალბატონები რომ სრულყოფილები და ლამაზები ყოფილიყვნენ. ეს მხატვრებშიც აისახება იმ დროინდელ მხატვრებში. შეიძლება ითქვას მაგალითად რომ აი ცნობილი მხატვრის ნახატში თუ არის ლამაზი ქალბატონი იმ დროისათვის ითვლებოდა ის ქალი ლამაზ ქალად, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ შეიძლება ეს მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი იყო და სულაც არ იყო ის ნატურა ლამაზი. არა, ბუნებრივია ალბათ ესეთი სუბიექტური მომენტი, რა თქმა უნდა, არსებობს ხელოვნებაში, გამომსახველობითი ფორმით. ქალის ვიზუალიზაცია, ზოგადად მდედრის ვიზუალიზაცია, ეს საკმაოდ სერიოზული თემაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ყოველთვის ეს დაკავშირებული იყო რაღაც გარკვეულ სოციალურ და ფილოსოფიურ, ასე ვთქვათ, საფუძველთან და ბაზასთან. პირველი გამოსახულებები, რომელიც ჩვენ გვხვდება ასეთი ვიზუალური ქალბატონების, ქალების ვიზუალური გამომსახულება, ეს მაინც წინა ისტორიულ ხანას მიეკუთვნება და რასაკვირველია, ეს არის საკულტო მნიშვნელობის. აქ ჩვენ ვხედავთ ესეთ საკმაოდ ტანსრულ მდედრს, ესეთი დიდი სარძევე ჯირკვლებით, განვითარებული მენჯბარძაყოვანი სისტემით, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დაკავშირებულია იმ, ასე ვთქვათ, სოციალური, ვერ ვიტყვით სოციალურ გარემოსთან ალბათ, აი იმ პირობებთან, იმ მოცემულობასთან, რომელიც მაშინ არსებობდა, ხო? კაცობრიობისთვის ამ ეტაპზე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს არის გამრავლება. ანუ მდედრი, რომელიც უფრო ადვილად შობს ნაყოფს, ანუ მდედრი, რომელიც უფრო მეტ ნაყოფს გამოკვებს, მეტ რძეს მიაწვდის, შესაბამისად აი ეს ყველაფერი ისახებოდა და ალბათ ის ხდებოდა შემდგომში სტერეოტიპი იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მას, ასე ვთქვათ, ვიზუალიზაციას უკეთებდა. ეს რა თქმა უნდა, ხა ცოტა ისეთ სერიოზული თემაა, იმიტომ რომ ქალის გარეგნობის და სილამაზის შემფასებელი ყოველთვის არის კაცი, შესაბამისად ეხლა ჩვენ პატრიარქალურ გარემოში ვცხოვრობ და ალბათ იმ პერიოდიდან მოყოლებული მაინც და მაინც ესეთი ზედაპირული დიდი ცვლილება არ მოხდა. რა თქმა უნდა, მე ირონიით ვამბობ, რომ ჩვენ შეფარულ მატრიარქატში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, წამყვანი მაინც მამაკაცია, ხო, რაღაც გარკვეული ისტორიული ეტაპებიდან გამომდინარე. ბატონო დავით, როდეში გაწყვეტინებთ, თქვენ თუ დაგიხატავთ ქალი? კი, როგორ არა, ძალიან როგორია, მაინტერესებს თქვენი ქალი. ჩემი ქალები ცოტა, ასე ვთქვათ, დიდ სიმპათიას არ იწვევენ, იმიტომ რომ ეს ცოტა აქეთ თუ გადმოვიწევთ შემდგომში მე-20 საუკუნემდე და ზოგადად აი დღევანდელობა ძალიან სერიოზულად დაანგრია უკვე ის სტერეოტიპი, იმიტომ რომ დღეს მაინც უფრო ინდივიდუალური და თვითმიზნური თამაში ხდება ნებისმიერი გამომსახველობითი ფორმა. ეს არ არის დაუშვათ ასე ვთქვათ საზოგადოებრივი დაკვეთა. ყველა ადამიანი, ყველა მხატვარი და ყველა ის შემოქმედი მოქანდაკე იქნება ეს თუ რა ვიცი, დღეს ახლა პრინციპში ფერწერაზე და ასე ვთქვათ ქანდაკებაზე უფრო აქტიურად ქალის ვიზუალს იყენებს ფოტოგრაფია. ახლა იქიდან გამომდინარე, რომ მე-20 საუკუნემ უკვე ძალიან ისეთი მერკანტილური მოთხოვნები წაუყენა ზოგადად ქალებს, რომ აქედან გამომდინარე უკვე ქალი ხდება ერთგვარი ვაჭრობის საგანი. არა, პირდაპირ ვაჭრობის საგანი ბუნებრივი არა, რა თქმა უნდა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ქალის სხეული უკვე გახდა კომერციის, მარკეტინგის და აი
თვითონ აი მომხმარებლური საზოგადოების კარგად შეიფუთა ეს არა დღეს უკვე პირდაპირი ასე ვთქვათ დაკვეთა არის ამაზე. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გამრავლების ინსტინქტზე, ხო, ეს ძირითადი მამოძრავებელია მაინც მთელი ამ ვიზუალის ასე ვთქვათ და იმ სტერეოტიპებს თუ როგორი უნდა იყოს ქალი. დღეს ქალი უკვე სამშვენისის ფორმით მოიაზრება. ნუ ეს ჩემი პირადი ასე ვთქვათ შეხედულება, ეს არის იგივე დაუშვათ სამოდელო ბიზნესი ეგრეთ წოდებული, ხო? რა არის ამის მიზანი? ეს არის ერთადერთი რომ გაიყიდოს მეტი ტანსაცმელი. ანუ მოხდეს რაღაც გარკვეული მოდის დამკვიდრება და დღეს აი იმ სტერეოტიპმა, რომელიც დღეს ასე ვთქვათ ყველაზე მეტად არის მიღებული და მოდური, მოდი ასე ვთქვათ, ეს როგორი ქალია? ეს არის ქალი, რომელიც ტანსაცმელს ატარებს უპრობლემოდ. ანუ მას არ ჭირდება არანაირი ასე ვთქვათ ზედმეტი ენერგიის და ძალისხმევის დახარჯვა იმისთვის, რომ აი ის იდეა, რომელსაც აწვდის დიზაინერი, მან მოირგოს თავის სხეულზე. ანუ ფაქტიურად ესეთი ანდროიდული ტიპის მდედრი, რომელსაც პრინციპში ესეთ სქესობრივი ასე ვთქვათ განსხვავებები ძალიან ნაკლებად აქვს, ეს არის პრინციპში საკიდია რა. თუმცა ბატონო შედარება ზუსტად გასად შეადარა ჯიჯი რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ იყო. ანუ თუ კი 90-იან წლებში იყო ეგრეთ წოდებული, რა ქვია, მას წერტილი, სადაც ინდივიდუალობას გამოხატავდა მოდელიო, დღესო აბსოლუტურად კომერციაზეა გადასული. ზუსტად მაგაზე მინდა, თუმცა გუშინ ვსაუბრობდი მონიკა ბელუჩიზე, რომელიც გამოირჩევა ამ სავსე ფორმებით და გავს თითქოს აი ყოველ შემთხვევაში რენესანსის პერიოდის ქალბატონებს. მაგრამ აი ბატონო დავით, მაინც მინდა ჩაგეძიოთ, აი როგორი ფორმების არის თქვენთვის ლამაზი ქალი, აი თქვენს ნახატებში, აი თუნდაც თქვენს ხედვაში. იცით რა, მე არ ვხატავ არასოდეს ლამაზ ქალებს, უბრალოდ ჩემთვის ახლა ეს თვითმიზნური არ არის, რომ დავუშვათ რაღაც ლამაზი ქალი იყოს. ეს სხეულის არსებობა ეს უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამიტომ პირადად ჩემი მაგალითი არ იქნება, ასე ვთქვათ, საინტერესო ამ გამოსახველობითი ანუ უფრო შინაგან მდგომარეობას. ხო, ეს უფრო ალბათ ზუსტად აი იმ შემთხვევაში ეს არის კომპოზიციის დანამატი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის სიმბოლო. ეს არის სიმბოლო ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მარტო დაუშვათ ჩემთან არ ხდება ეს ყველგან ასეთი ძალიან ხშირია ასეთი მოვლენა, რომ უშოთ ქალი არა როგორც ტიპაჟი, არა როგორც თვითონ ქალი, არამედ როგორც სიმბოლო და როგორც გარკვეული, ასე ვთქვათ, საზოგადოების რაღაც ნაწილი. აი ეს უფრო ასე და ნუ ახლა რა ვიცი, ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, მე რაღაც ესეთი სტერეოტიპი არა, მე სტერეოტიპი არ მაქვს, რა ვიცი, აბსოლუტურად. თუმცა ხოჭი არ არსებობს მახინჯი ქალები ეს ამბობენ რა. ნუ აი ნამდვილად ეგრეა, მაგრამ თუმცა სხვადასხვა კულტურაში აი ქალის სილამაზე სხვადასხვაგვარად აღიქვამენ მაგალითად და ზოგჯერ სილამაზე მსხვერპლთანაც პირდაპირად არის დაკავშირებული. პადაუნგის ტომის ქალები არის ტომი ტაილანდში, სადაც 6 წლიდან იმაგრებდნენ სპეციალურ რგოლებს, რათა კისერი წაგრძელებული იყო და გინესის ამას თავისი მიზეზიც აქვს სხვათაშორის, რომ აი ეს ყოველი წლის შემდეგ აი ამ რგოლს უმაგრებენ, ეს ყოველი წლის მერე რგოლი მატულობს და გინესის რეკორდსმენი არის ქალბატონი, რომელსაც 40 სანტიმეტრი ჰქონდა სიგრძე კისერი. აქაც შემდგომში აი ამ ქალმა, რომელიც ათხოვდება შემდგომ თუ ქმარს უღალატა, ქმარს სრული უფლება აქვს რომ მოხსნას ეს რგოლები და კისერი შედეგია ინვალიდდებიან. კისერ ძვლები უკვე ასე ვთქვათ თავს ვეღარ ეჭერს და ეს ფატალური ასე ვთქვათ შედეგი თავდება. დასჯის ერთ-ერთი მეთოდი იყო რომ ამასაც თავისი სოციალური ასე ვთქვათ მიზეზი და გადატვირთვა აქვს რა თქმა უნდა. თორემ უბრალოდ არაფერი არ ხდება. ბატონო დავით, მინდა ქართულ ქალბატონებზე გითხოთ. აი ყოველთვის განსხვავდებოდნენ, გუშინაც საუბრობდით ამაზე, რომ განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდნენ ქართული ქალები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვესმოდა უფროსი თაობისგან, მე მაგალითად მესმოდა. აი როგორ ეს გადაჭარბებული ხო არის? გადაჭარბებულია. აი ამაზე შეგიძლიათ ცლად. ნუ რა ვიცი, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეიძლება თვითონ იმ ადამიანებიდან გამომდინარე, ვინც ამ ასე ვთქვათ განცხადებას აკეთებს, ეს მათი გემოვნების ამბავია, მაგრამ ეხლა ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ვიღაცაზე, ეს არც ქალებსაც ეხება და მამაკაცებს, რომ რაიმეთი ვინმეზე უკეთესნი ვართ. ნუ ვერანაირად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ან უარესნი. ჩვეულებრივი ამბავია ეს, როგორი ასე ვთქვათ, სიტუაციაც არის, როგორი რეალობაც არის. უბრალოდ რა არის, იცით, ერთადერთი მომენტი რა დღევანდელი პრობლემა, რაც ისევ და ისევ სოციალურია, ის სტერეოტიპი დაუშვათ არა სილამაზის, ასე ვთქვათ, რომელზეც ჩვენ ცოტა ადრე ვილაპარაკეთ, რომელიც დამკვიდრებულია ზოგადად ეს ხო რაღაც ესეთი გლობალისტური მოდური ტენდენციებია რა,